უპროცესოა. Kerchi ეს არის მეორე მსოფლიო ომის დროს რა უბედურებების მოხდა ამ პლანეტაზე. ერთ-ერთ ყველაზე დიდი ტრაგედიად აღიარებულია ეს ბრძოლები, ქერჩის ბრძოლები, ანუ ყირიმის ნახევარკუნძული. ოქროვაშა შეგიძლიათ ჩემთან მოვიდე? ეს გავიტანეთ, შარა ის რა კადრები. სურვილი ამ პროექტის გაკეთების ალბათ ბავშვობიდან მქონდა ქვეცნობიერში, იქიდან გამომდინარე, რომ ეგ ისტორია შეეხო ჩემს ოჯახს, მთელ საქართველოს შეეხო. მოკლე მონაკვეთში დაიღუპა ყველაზე მეტი ქართველი. გენშტაბის გადაწყვეტილებებს შეეწირა ეს ხალხი. დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა პერიოდში უყურებდით ამ ძალიან დავარცხნილ, გათლილ საბჭოთა ფილმებს, რომ აბსოლუტურად ყველა საბჭოთა ჯარისკაცები ყველანი იყვნენ და გენერლები და მაიორები ყველაფერს აკეთებდნენ სწორად, მაგრამ რეალურად ესე არ იყო. სცენას რეალურად წერდით რეალურ ამბებზე არის აგებული, მაგრამ ეს არ არის სულ, თქვათ, ვერ ვიტყვით, რომ დოკუმენტური, თქვათ, ფიქშენია. ამ პროექტს იღებს GDS Production-ი, ეს არის ზუსტად იგივე ხალხის წამოწყება, ვინც გააკეთა ტიფლისის პირველი სეზონით და მეორე სეზონს ვინც აკეთებს. უცნაური არის ის, რომ ერთ ჯგუფს უწევს ორი პროექტის პარალელურად კეთება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, მაგრამ სურვილი საქმის კეთების სურვილი ახლის შექმნის გვაძლევს იმის ძალას, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ ძალიან მოკლე ვადებში. მთელი ზაფხული არ ვჩერდებით და მუშაობთ, რომ ქართულ მაყურებელს ახალი სეზონიდან შევთავაზოთ ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტი. დავიდე! Прикрывай чемпион! Давай, давай! ბიჭებო, ეხლა აფეთქება არ იქნება, პროსტა რეპეტიციებია. პირველი, მეორე დავიძახებ და აფეთქდა, დაიძრა. პირველი აფეთქდა. მოკვდა პირველი. მეორე. მესამე. მეოთხე. დაუწრია და ეს წამოვიდა. მეორე პუშკა წამოვიდა. მიდი. თავში მოხდა, მოკვდა თავში. წამოვიდა, ჩაჯდა! ორი გასროლა რადგან წავიდა? საქართველოში მსგავსი ფილმი, საქართველოში და საბჭოთა კავშირში მსგავსი ფილმი არ გადაღებულა საბჭოთა კავშირის პერიოდში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ფილმი იყო, რომ ანტაგონისტი იქ იყო გერმანელი, პროტაგონისტი იყო საბჭოთა ჯარისკაცი. აქ ანტაგონისტიც და პროტაგონისტიც არის საბჭოთა ჯარისკაცები არიან.
ნახეთ, მე ამათ მიყვები უკან რო წამოვა, რო დაინახავთ ის როლეთ რა, ოღონდ გამოიზოგეთ, რო გადმოვალ თქვენზე, თქვენი სიფათილე ფიქსირდება, აქ არის ზრივი და გავედით დაიძახეთ და შენს ხელით ანიშნებ, ოღონდ ძალიან ჩქარა და გადადიხარ იქით. აი დავიდე! პრობლემებია, ასე ვთქვათ, უბაზობას შეიძლება დავარქვათ ამ ყველაფერს. აღარ არსებობს კინოსტუდია, ფაქტიურად. კინოსტუდიაში არ არსებობს რეკვიზიტი, არ არსებობს კოსტიუმი, არ არსებობენ სტუდიები საქართველოში, რომელიც მოგამარაგებს ეს იქნება რეკვიზიტი თუ ეს იქნება არ არსებობს სპეციალური სახელოსნოები, სადაც იქმნება კინო რეკვიზიტი და ყველაფრის კეთება გვიწევს ჩვენ, ანუ ჩვენ კომპანიას. მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესო მიმართულებით ვითარდება GDS-ი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რგოლში იღებს გამოცდილებას აი ამ ყველაფრის უქონლობიდან გამომდინარე და შეგვიძლიათ თავისუფლად ვთქვათ ახლა, რომ GDS გააჩნია თავისი სამკერვალოც, თავისი საამქროც, ერთი არ გაგვაჩნია მიწა, სადაც გვექნება რაღაც ცხენების თავლა და ცხოველები გვეყურებათ. დანარჩენი ყველაფერი იწარმოება GDS-ში და GDS-ის კონტროლს ქვეშ ასევე სხვა სტუდიებს თუ სახელოსნოებსაც ვასაქმებთ და თანამშრომლობთ, რაც ასევე მათაც ამვითარებ და მათთვისაც ძალიან კარგია. თქვენი ოთხეული ახლა წამოვიდეთ ერთი ჯარის კადრიდან. მოწადე! ჩავჯექი! ერთი ორი! წავიდე! მოლოდინი ის მაქვს, რომ კარგი სერიალი გამოვა მოგვს. პირველი ნაბიჯები ამის საფუძველს იძლევა. Stop! Demontage! Demontage!